ექსპერტები, ადვოკატები და ექიმები პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაინიშნოს. ნანუკა ქაჯაიასთან ვიწყებთ საუბარს. ნანუკა, გვითხარი, რა პროცედურებია დარჩენილი იმისთვის, რომ სააკაშვილის პროცესზე მსჯელობა დაიწყოს? მარიამ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ახლა გიორგი არევაძის მოედანზე არის ბურთი, მან უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და გახდეს ცნობილი თარიღი თუ როდის გაიმართება პირველი სასამართლო პროცესი. ზუსტად 5 წუთის წინ შევიდა სასამართლოს კანცელარიაში პენიტენციური დაწესებულები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი საქმე. ახლა კანცელარიის თანამშრომლებს მოსამართლესთან აქვს მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმე, რის შემდეგაც უკვე გიორგი არევაძე იტყვის თუ როდის ჩატარდება პირველი სასამართლო პროცესი. ამის პირობა დღეს მოსამართლემ ტევ პირველთან გააჟღერა, თქვა რომ დღესვე გახდებოდა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ხდომის თარიღი, თუ ის მიიღებდა პირად საქმეს. ახლა ყველა ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მოსამართლე ამბობს, რომ რადგან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისაუბრა, თქვა რომ უკრაინა არასდროს არ დატოვებს მარტო მის მოქალაქეს. აღნიშნა, რომ დღეს ეხება საქმე, ის თავადაც ეცდება, რომ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში ჩანიშნოს სასამართლო პროცესი. მიხეილ სააკაშვილის საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, მისი ოჯახისთვის, თანაპარტიელებისთვის, მეგობრებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრა უნდა ქონოდა და ეს საკითხი უნდა ყოფილიყო მთავარი, რომელსაც ის დააყენებდა სწორედ ამ შეხვედრაზე. თქვა რომ ემპათიას წარმომადგენლებს მუდმივად ხვდება უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ადვოკატებს. ცნობილი გახდა, რომ 4 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საელჩოსთან არდამჭერისთვის და მნიშვნელოვანი არის უკრაინისთვის. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს მიხეილ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თემასთან დაკავშირებით თანამშრომელმა მოინახულა და უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირების საქმის კურსში ჩააყენეს, თუ რამდენად მძიმე არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ირადად მე არაერთი შეხვედრა გაუმართეს სამედიცინო ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელობასთან, ასევე სააკაშვილის ადვოკატებთან. 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულოს თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების და ინტერესების დასაცავად. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების დაჩქარებული წესის ჩანიშვნას ითხოვს ორგანიზაცია ემპათია. წამების სხვებთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი არის ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სამედიცინო დასკვნაზე თვეების განმავლობაში მუშაობდა. ის არის სწორედ ამ დასკვნის მთავარი ავტორი. ჯიშკარიანი ამბობს, რომ სიკვდილ სიცოცხლის პირას არის მიხეილ სააკაშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. არის დასმული დიაგნოზები, რომელიც არათუ სასჯელის გადავადებას, არამედ სასჯელისგან გათავისუფლებასაც კი ითვალისწინებს. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ 20 დიაგნოზიდან 10 არის ისეთი მძიმე, რომელიც ითვალისწინებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს პენიტენციური დაწესებულებიდან. პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო დიდი ხანია გავიდა კანონმდებლობის ჩარჩვებიდან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამ სისტემაში ადგილი ჰქონდა წამებას, არაადეკვატურ მოპყრობას, ამჟამადაც მიმდინარეობს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების სახით ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა და შესაბამისად ეხლა რაიმე ადეკვატური მოქმედება ამ ინსტიტუციის მხრიდან მე იმედი არ მაქვს, რომ ისინი ადეკვატურად იმოქმედებენ. დღითი დღე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მოსალოდნელია ყოველ წუთას გარდაცვალება. უნდა იყოს მიღებული სწრაფად გადაწყვეტილება. შავი თეთრზე წერია დიაგნოზი დასკვნაში, რომელიც არის გათავისუფლების სტანდარტში. საქართველოს მესამე პრეზიდენტის სანახავად ვიმამედის კლინიკაში ახლა ეკა ხერხეულიძე არის შესული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მესამე პრეზიდენტის მეგობარი. უკვე 2 საათია, რაც დააპატიმრებულ მიხეილ სააკაშვილს ხვდება. სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი უკვე გაიგებდა, რომ სასამართლოში შევიდა მისი პირადი საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ წუთი წუთზე გვეცოდინება რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი არევაძე და როდის ჩანიშნავს პირველს ხდომას, სადაც იმსჯელებენ, გაუღებენ თუ არა ქვეყნის საზღვრებს მიხეილ სააკაშვილს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ სამკურნალოდ წავიდეს. პირდაპირ ეთერში ნანუკა ქაჯაია საუბრობდა.
მოსამართლე, რომელმაც რამდენიმე დღეში პრეზიდენტის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ექსკლუზიურად დღეს პირველებმა ჩაწერა სააკაშვილის საქმის განხილვის დაწყებამდე გადასაწყებად სასამართლო მზად არის, თუმცა პროცესი იუსტიციის სამინისტროს გამო ვერ ინიშნება. ეს განცხადება გიორგი არევაძემ პირველებთან დილით გააკეთა. არევაძე ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას და ექსპერტიზის დასკვნებს უკვე გაეცა.